ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტის დროულ გამოძიებას მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს. ლაშა ადამია ამბობს, რომ ლევან ტეტემაძეს ფიზიკურად ისეთ ტერიტორიაზე გაუსწორდნენ, სადაც სათვალთვალო კამერები მრავლადაა შესაბამისად, ძალოვან უწყებებში ფაქტის გამოძიება არ უნდა ჭიანურდებოდეს. 21 ივნისს მომხდარი ცემის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე ახალი გარემოებები გამოვლენილი არ არის. როდესაც დღისით, მზისით, 6 წლის ბავშვის თანდასწრებით ხდება ადამიანზე თავდასხმა და უმოწყალოდ ცემა, რა თქმა უნდა, საზოგადოების მაღალი ინტერესია, რადგანაც აქ არის ქალაქის ცენტრი, რადგანაც აქ არის სულ ხალხის მოძრაობა და ხალხმრავლობაში, თუ შუადღისას შეიძლება ადამიანის ასე ვთქვათ უმოწყალოდ გალახვა, საზოგადოების მაღალი ინტერესი იქნება. მე მოუწოდებ სამართალდამცავებს, რომ დროულად მოხდეს საქმის გამოძიება და ის ეჭვები, რაც საზოგადოებაში არის, იმ ეჭვების გაგრძელება და გავიგოთ სიმართლე.